guys, დაგიბრუნდით კახეთის ვლოგით. ამ ვლოგში გვექნება ძალიან ბევრი დალაგებები, იმიტომ რომ თბილისში დავალაგე ჩემი კარა და ყველაფერი გადმოვყარი აბსოლუტურად, ყველაფერი დავახარისხე, გადავაწყე, გადმოვაწყე, მოკლედ მთელი ამბები და ეხლა მოქვს უამრავი ტანსაცმელი ჩამოტანილი აქ. წინა ჩამოსვლაზეც ასევე უამრავი ტანსაცმელი მქონდა. აი ყველაზე დიდი ნაგვის პარკები რო არის, ხო, იცით, ეგენი ვიყიდე, იმიტომ რომ არაფერში ეს ტანსაცმელი აღარ ეტეოდა და სამი უდიდესი პარკი ჩამოვიტანე წინა ჩამოსვლაზე. უბრალოდ იმდენად ბევრი იყო საკეთებელი, რომ აი თან რო კამერა მჭეროდა ხელში და თან რო ეს ყველაფერი მეკეთებინა, ამას ვეღარ ვახერხებდი. ამიტომ წინა დაალაგების ვიდეო, ასე ვთქვათ, არ გვაქვს. თუმცა ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა ჩემს TikTok-ზე, რომ გვინდაო და გვაყურებინე ეს დაალაგებებიო და შენი და ბუფსიკის კომენტარები მაგრად გვიყვარსო და ასე შემდეგ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ კიდევ ერთი ვიდეო რო არ გამოვტოვოთ, ამჯერად გადავიღო. ეხლა პირველ რიგში მივდივართ პაატასთან, იმიტომ რომ გადავწყვიტეთ, რომ დღეს პაატასკენ ვჭამოთ და წვენი არ აქვს სახლში. ამიტომ მიმაქვს უშაქრო კოკა-კოლა, რომ გემრიელად ვჭამოთ და დავლიოთ. აქ ხდება საშინელება, მანქანა არის დასაცლელი. ეს არის უდიდესი ყუთი, რომელშიც ჩემი საცურაო კოსტიუმები არის მოთავსებული. ჩამოვიტანე სოფელში და აი ესე გადმოიყარა. ეხლა ვეცდები რომ გავასწორო. გუშინ არ დავცალეთ მანქანა, იმიტომ რომ წვიმდა. და ვიფიქრეთ, რომ ხვალ რო გადაიღებს, ბარემ ხვალ დავცალოთო და დღეს უარესად წვიმს. აშკარად არ იყო სწორი გათვლა ჩვენი მხრიდან. აი მე ნახეთ, ჩემი სათვალე ხმეთ. ყველაფერი არის აზელილი ერთმანეთში და საშინლად საჭიროებს დაალაგებას და ორგანიზებას. ამიტომ რო შევჭამ, ეგრევე გადმოვდივარ და ვიწყებთ დახარისხებას. რაღაცა ტანსაცმელი მინდა რომ გადავაწყო ჩემი ბიძაშვილისთვის. ყველამ კარგად იცით, ჩემი ბიძაშვილი ანი, რომელიც ცხოვრობს ბეშკენში და თითქმის ერთი ზომები ვართ რა. კარგად ერგება ხოლმე ჩემი ტანსაცმელი, ამიტომ რო გადმოვალ, ეხლა ჭამის მერე ყველაფერი დავალაგოთ, დავახარისხოთ და ანის გადავუწყოთ. მერე გადავიტან, თვითონ ადგილზევე ვასინჯებ ხოლმე, რომ გადაწყვიტოს რომელი მოსწონს, რომელი უხდება და დაიტოვებს და მერე რაც დარჩება, კიდე უკან გადმოვიტან. ბებია ჩემს ჩავაბარებ, რომ რა ვიცი, დაარიგებს მერე რა. ბებია ჩემი მიხედავს. წვიმს და თამცვლის, ნახეთ რამდენი ტანსაცმელია. სუსავსეებია. ეს ჩემები და ეხლა პაატასები ნაწილი გადავიტანეთ. რა, ბაბი? ეს შენი ბალიშია? ხო. ესა. ეს ჩემებია, ჩემი ტანსაცმელები. აუ შეღელეთ ველოსიპედი აქ შეტენილი. კიჟია ეს ბავშვი. ვაიმე, დავსველდი. ეს რა არის? ხო, კაი. ბასეს ჩანთა ხო მოგაქვს და აქ რატო ჩამოიდგა? არა, რაღაცები უნდა ჩავაწყო, რაღაცები. ესე იგი, პაატას დაუტოვე მეგობრებო თავისი ნივთები და ეხლა წავიდეთ ჩემთან. ესე იგი, სულ დავსველდი, მაგრამ გადმოვიტანე ყველაფერი. აი აქ არის. ესეც დღეს შეიძლება საღამოს უკვე გადავიდეთ, როგორც გითხარით ანისთან, ამიტომ ეხლა ვეცდები მაქსიმალურად ყველაფერი დავალაგო და თან ამ პარკებს რო ვალაგებ ხოლმე, ჩემი ხმა ძალიან ცუდად ისმის ხოლმე და აქ მაქვს ახლა მიკროფონი წამოღებული. მიკროფონს გავიკეთებ, რომ ჩემი ხმა ძალიან არ ჩაიკარგოს და ისე გაჩვენებთ ვიდეოს. აი ვიპოვე ის კომენტარი. მართლა შავი ხვრელი არის, იმიტომ რომ არა და არ დასრულდა და დღეს ჩამოგიყვანეთ სოფელში. თბილისის კარადა უკვე დავალაგეთ და დღეს ვიწყებთ სოფლის კარადის დაალაგებას. ეხლა გაჩვენებთ რა გვაქვს დასალაგებელი. ეს პარკები არის ტანსაცმელი, ესეც, ეს უზარმაზარი. ასევე აი ეს დასალაგებელი გვაქვს და ეს. კიდევ არის რამდენიმე, ოღონდ შედარებით პატარა პარკებია და მოდი დავიწყოთ. ესე იგი, ეს ამბავი იქნება შემდეგნაირად. მე მოვისენჯავ ტანსაცმელს, უნდა გადავაწყოთ ზოგიერთი რამ, რასაც ვფიქრობ, რომ აღარ გამოვიყენებ, ან უკვე ძალიან დიდი ხანია მიდევს კარადაში და აქამდე არ გამომიყენებია შესაბამისად, არც მე არ გამოვიყენებ, უნდა ვაჩუქოთ ჩემს ბიძაშვილ ანის და ნახოთ რა შეხვდება ანის ჩემი ტანსაცმელიდან. პირველი არის ეს კაბა, რომელიც მინდა რომ გაჩვენოთ და ეს ფეხსაცმელები.
კაბა არის ძალიან ლამაზი, შეგიძლია აი ესეც აიწიო ერთ მხარზე, არის მოკლე, სულ ახალია, თავისი არლიყი აქვს. ეს არის ფეხსაცმელები, ძალიან ლამაზი. ესე გამოიყურება. ეს კაბა არ გამოვიყენე, შესაბამისად ვფიქრობ, რომ ბაჩუკო ანის. თან ნახეთ, აი ამ ადგილებში საკმაოდ შესავსები არის და ანი ასეთ შემთხვევაში იდეალურად ავსებს ხოლმე, რაც შეეხება ფეხსაცმელებს. გამოყენებული მაქვს, ეტყობა რო არის გამოყენებული და ისეთ მდგომარეობაშია, რომ მგონი ჯობია, რომ ჩემთვის დავიტოვო რა. მოემზადეთ იმისთვის, რომ საოცარი გადასვლები გვექნება ხოლმე სულ სხვადასხვა სტილის, იმიტომ რომ ყველაფერი ერთიანად მაქვს ჩაყრილი და ნუ რაც მომხდება ხელში, იმას გაჩვენებთ თან. თან ეს კამი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ანისთვის გადადებული ტანსაცმელი დავაწყოთ ზედ. ესეთი უსაყვარლესი ზედა. უკან არაფერი არ აქვს და ეს შარვალი არის, შორტი. სულ ახალია, ამასაც შიგნიდან აქვს იარლიყი. აი ესე. და წელზე კარგად მოქვს, ვფიქრობ, ანი კიდევ უფრო კარგად შეავსებს. თან ესეთი დიდი ზომის ზედებიც უყვარს, ამიტომ ესეც გავგზავნოთ ანის. შემდეგი არის ეს შორტი, რომელიც ასევე ახალია, აქ ერთ მხარეს ესეთი აქვს და ეს ზედაც და ეს მოსაცმელიც. ვფიქრობ, რომ ყველაფერს წავუღებ, იმიტომ რომ კარგი ხანია არც ერთი მათგანი არ გამომიყენებია და თან აქვე მინდა ვთქვა, რომ არ ვაიძულებ ხოლმე, არასოდეს და არ ვავალდებულებ, რომ ჩემი ჩატანილი ტანსაცმელი გამოიყენოს, იმიტომ რომ სხვანაირი სტილი აქვს და შეიძლება საერთოდ არ მოეწონოს რა, რასაც მივუტან. ამიტომ მიმაქვს ხოლმე ვაჩვენებ და მე თვითონ არჩევს, რომელს დაიტოვებს და რომელს არა. შემდეგი გვაქვს ესეთი უზურგო კაბა, აქ ესე ლამაზად იკვრება, ზემოთაც იკვრება, ძალიან ლამაზი კაბა არის. თუ არ ვცდები, ერთხელ მაქვს ნაცვამი, ამასაც წავუღებ, თუ მოეწონება დაიტოვებს. შემდეგი არის ეს ულამაზესი საზაფხულო კაბა, ვიყიდე ტერანოვაში, ზუსტად მახსოვს, ძალიან ისეთი აი მომდგარია ყველანაირად, ყველა ადგილას ძალიან ლამაზად მაზის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ანისაც ძალიან მოეწონება, ამიტომ ამასაც წავუღებ. შემდეგი არის ეს ულამაზესი კაბა, ძალიან ძველი გამომწერები, ვინც ხართ, ალბათ მათ გემახსოვრებათ, ერთხელ მეცვა, თუ არ ვცდები, ჩემი დაქალის დაბადების დღეში. ესე გამოიყურება, არ ვიცი, წავუღებ, ვაჩვენებ, თუ მოეწონება, დაიტოვოს. მე არ დავიტოვებ ამ ეტაპზე. შემდეგი გვაქვს ესეთი კაბა შორტი, ესე ქვემოდან აქვს შორტი და ესეთი ზედა. ამას ვფიქრობ, რომ დავიტოვებ, იმიტომ რომ კაბა შორტზე რეზინი მაქვს გაყრილი, აქ წელზე დიდი მქონდა და გადავაკეთებინე მკერავს, შესაბამისად ცოტა ისეთია ზუსტად ჩემს წელზე არის ესე მომდგარი და მორგებული. რაც შეეხება ამ ზედას, დავაპრინტინე ერთ-ერთ პირველ სამსახურში, სადაც ვმუშაობდი, აწერია ტრენერი და არ მგონია ანის რამეში გამოადგეს. ამიტომ ეს დავტოვოთ ჩემს კარატაში. მგონი აქედან უფრო გაჩვენებთ. შემდეგი ესეთი კაბა გვაქვს, აქ არის ესეთი შეხსნილი, არის მთლიანად მომდგარი, აქ ესეთი ულამაზესი ზურგი აქვს, ღია ზურგი ესეთი, აქ წინ არის ესეთი პოლო. ძალიან ლამაზი მოდელი არის, ეს მე მგონი ფერებშიც უნდა მქონდეს, თუ სადმე შეგხვდა, არ ვიცი. ხო, ამასაც გადავუდებ ანის. შემდეგი ეს კაბა გვაქვს, არ ვიცი შეამჩნევთ თუ არა, ხმა მაქვს ძალიან შეცვლილი, იმიტომ რომ გაციებული ვარ. აქ დედაჩემის ფეხსაცმელები მაცვია, ეს არის საექიმო ფეხსაცმელები. კაცვია ხოლმე მორიგეობებში და ისეთ ამბებში, უბრალოდ ძალიან თბილია და ეხლა ჩავიცვი. მოკლედ, ეს კაბა მე მგონი რელიქვიით გადადის, იმიტომ რომ მეც მაჩვქა ჩემო მამიდაშვილმა და ეხლა ანისაც აჩვქებს თავისი მამიდაშვილი. ხო, მართლა რაც შეეხება ისეთ ტანსაცმელს, რომელზეც ანი ამბობს ხოლმე უარს, ანუ რაც მისი სტილი არ არის და არ ერგება, მე უკან მომაქვს ხოლმე სახლში, ისევ სოფელში, ბებიაჩემს ვაძლევ და ბებიაჩემი არიგებს სოფელში. კრეატორების იმ კატეგორიაში გავდივარ, მე მგონი, რომელიც უკვე ხვდება რა კითხვები დაისმევა ვიდეოზე და შესაბამისად წინასწარ სცემს პასუხებს, ვიცოდი რომ მაგას ვკითხავდით. შემდეგი ეს კაბის მსგავსი რაღაცა არის, თუ არ ვცდები ვიყიდე თურქეთში, თუ სწორად მახსოვს, შეიძლება ანის კონდეს პატარა, მაგრამ მაინც ვაჩვენებ. შემდეგი ესეთი ზედა გვაქვს, მხრებზე გადმოსული, ძალიან ლამაზი და ეს კაბა. არ ვფიქრობ, რომ ესენი უხდება ერთმანეთს, არც ვცდილობ, რომ შევხამო, იმიტომ რომ
ვცდილობ რომ მალე გავაკეთო, საღამოს უკვე უნდა გადავიდეთ და ეს ყველაფერი გადავუტანო. ამიტომ ესე პირდაპირ ჩავიცვი. ესეთი შეხსნილი კაბა არის, ერთ მხარეს გრძელი, ერთ მხარეს მოკლე, მაღალწელიანი და ორივეს გადავუტან. შემდეგი გვაქვს ეს მოკლე კაბა, რომელსაც ვფიქრობ სხვანაირი ზედა მოუხდება და ეს ზედა არის ნაკსოვი ზედა. ძალიან ლამაზია, ეს ამაქვს გამოწერილი ზაფხულიდან, ზუსტად მახსოვდა რაღაცნაირად და მაინც კომენტარი გავაკეთე და ორივეს გადავუტან. რაც შეეხება, ვისაც გაინტერესებთ მე თვითონ ანის როგორ მოერგება, ჩვენ ამ ვიდეოებს და ზოგადად ამ ტიპის ვიდეოებს ვდებთ ხოლმე YouTube-ზე, ჩემს YouTube-ზე, სადაც მაწერია ჩვეულებრივ ომიაძე ხათო. ამიტომ შეგიძლიათ YouTube-ზე გამომიწეროთ და იქ დავდებ ანის როგორ მოუხდება ყველაფერი, რას დაიტოვებს, რას არა და ასე შემდეგ. ეს კაბა ზუსტად მახსოვს ვიყიდე ტერანოვაში, თან იცით რომელ ტერანოვაში, აი სადგურის მოედანზე, რომ სავაჭრო ცენტრი არის მეორე სართულზე, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს, რომ ვაიკიკი და ტერანოვა არის, აი მაგ ტერანოვაში ვიყიდე, ეცვა მანეკენს, ძალიან მომწონდა მანეკენზე. ვიყიდე და გამოიცა იმ რამდენჯერ მეცვა, არც ერთხელ. კი. ეს გამოვიწერე შიენიდან, იარლიყი მომძრალი აქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სრულიად ახალი არის ესეც. გამოიცა იმ რამდენჯერ მეცვა. კაი, всё. მიმაქვს ესეც, ისიც ყველა მიმაქვს. შემდეგი კაბა, აი იმის მსგავსი არის ყვავილებიანი რო გაჩვენეთ. აქ რეკორდი მოხსნილი მაქვს, ერთხელ მეცვა სხვათა შორის და ბევრად უფრო კარგად ვავსებდი, აი იმ პერიოდში მაქვს ნაყიდი დაახლოებით 60 კილოგრამამდე რო ვიყავი. ხო და ბევრად უფრო კარგად ვავსებდი, ფოტოც მაქვს გადაღებული და იქაც ჩანს, რომ ფორმები ბევრად სხვანაირი მაქვს. ამასაც წავუღებ ანის. შემდეგი ესეთი ამბავი გვაქვს, არის თეთრი შარვალი, სრულიად ახალი, არასდროს არ მწმია და ეს ბოდე, რომელიც უკან ვერ შევიკარი. ნახეთ, აი აქ ერთი ღილაკი და ძალიან ცუდი გამოსადები არის, რაცა უნდა მოგეხმაროს. ეხლა ვერ შევიკარი, მაგრამ ეგეთი არა. ეს ჩვეულებრივ ბოდე აქ არის, ქვემოთ ტრუსი აქვს. აი ქვემოთ ფართოვდება. თქვენ მითხარით სხვათა შორის სკიდი ჯინსების ვიდეოზე, რომ ეგეთი ჯინსი მოგიხდება, რომელიც ქვემოთ ფართოვდებაო და რა ვიცი. მაინც ვაპირებ, რომ ანის წავუღო, ზედაც და ქვედაც. ეს ცოტა მრცხვენია, რომ უნდა წავუღო, იმიტომ რომ რამდენჯერმე მაქვს ნაცვამი და ნამდვილად არ გამოიყურება ახალივით, მაგრამ ბებია ჩემმა ძალიან ლამაზიაო აი ამ მძივების გამო და მაინც წავუღე და აჩვენეო და მიმაქ. შემდეგი კაბა, ესეთი გრძელი სტილი არის. ამაზე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მოეწონება და დაიტოვებს, იმიტომ რომ უყვარს ესეთი გრძელი კაბები და რაღაც პერიოდში სხვათა შორის მეც ძალიან მიყვარდა და უამრავი მაქვს. უпростоად უკვე აღარ მაქვს, იმიტომ რომ ყველა ანის ვაჩვქე, მაგრამ ძალიან ბევრ ფერში მქონდა, ნაცრისფერი მქონდა, თეთრი, წითელი, მწვანე, ყვავილებიანი, ცოტა ჩახსნილი, ნაკლებად ჩახსნილი და ასე შემდეგ. დრო გვეწურება ვიდეოსი, ამ ეტაპზე აი ასე გამოიყურება. ჩვენი სკამი, ყველაფერი დავკეთე, რაც მოვისინჯე და ანის გადავუწყეთ და დამიწერეთ თუ ჩავწერო ვიდეოს მეორე ნაწილიც. თან დამიწერეთ ყველაზე მეტად რა მოგეწონათ. ვალაგებთ კარადას ნაწილი 2 და მოვიფიქროთ დავიტოვებ ტანსაცმელს თუ წავუღებ ჩემს ბიძაშვილ ანის. პირველი არის ეს, ამაზე ვფიქრობ, რომ დავიტოვო, იმიტომ რომ არის ზუსტად ჩემი ზომა, არსად არ მაქვს შესავსები ადგილი და თან საკმაოდ ისეთი არის რა, ადრე ნაყიდი, ამიტომ მოდი დავიტოვებ ჩემთვის. ეს ფუშფუშელა კაბა ძალიან მიყვარს ეს კაბა ძალიან, იმიტომ რომ კარგ პერიოდს მახსენებს ჩემი ცხოვრების რა. საკობდანამატებში ვმუშაობდი მაშინ და ეს რაღაცნაირი ესეთი კაბები ძალიან მიყვარდა ხოლმე. ფუშფუშა და ფარტხუნა, მაშინ ჯერ არ დავდიოდი დარბაზში და როგორი ფეხსაცმელები მეცვა ხოლმე, უნდა გაჩვენოთ რა, როგორი სტილი მქონდა ზოგადად. ვინმეს თუ წარმოგიდგენიათ. ეს არის ჩემი მაშინდელი სტილი და მაშინდელი ფეხსაცმელები. მოდი ჩავიცვამ, ხო? აუ არა, მეზარება. იყოს. მოკლედ ხო მივხვდით რა ტიპაჟი ვიყავი მაშინ. სანამ კაჩოკი გავხდებოდი. მოდი წავუღოთ ესეც ანის. ხო, აი ეს უკვე დაახლოებით მე ვარ. დაბალწელიანი შარვალი, აქ ესეთი ზოლებით. ესეთი crop top. არ ვიცი, რამდენად გამოვიყენებ. გონი არ გამოვიყენებ. გონი ანი უფრო გამოიყენებს. ნუ რა ვიცი.
წავუღოთ და ვაჩვენოთ. შემდეგი ესეთი კაბა გვაქვს. ვფიქრობ, რომ ამას წავუღებ ანის, იმიტომ რომ მკერდთან რჩება ადგილი, რომელსაც იდეალურად შეავსებს და ვფიქრობ, რომ ფერიც უფრო მეტად მოუხდება. შემდეგი არის ეს კაბა და ეს ზედა. სულ ახლებია ორივე, არასდროს არ მცმია. წავუღოთ ანის. ეს ნახეთ რა ვიპოვე. ეს ვიყიდე თურქეთში პირველად რო ვიყავი სამოგზაუროდ რა სავაჭროდ გადავედით და იქ ვიყიდე და ეხლა ვნახე ამისი კაბაც მოიცა, ამასაც ჩავიცვა. აი ასე გამოიყურება. მე მგონი დავიღალე უკვე იმდენი რაღაცა ჩავჭდა გავიხადე, ჩვეულებრივ კარდიოს ვაკეთებ. აი ესეთია. ულამაზესია. ძალიან კაი ვაიბი მოდის რა, აი ზაფხულს ყვირის ეს ორეული. წავუღოთ ესეც. შემდეგი ლუკი. შორტზე ვფიქრობ, რომ დავიტოვებ, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად ვიყენებ და მიყვარს ესეთი შორტები, დაბალწელიანი და ცოტა უფრო გრძელი შორტები ძალიან მიყვარს. რაც შეეხება ზედას, ძალიან დიდი ხანია მაქვს, მაგრამ არ გამომიყენებია, ამიტომ წავუღებ. ესე გამოიყურება. აქ ელო აქვს. აქ ყველაფერი ერთად ჩავიცვი. ეს ჯაკეტი ალბათ გეცნობათ. ჩემი ჯაკეტი არის ეს, ასე გამოიყურება. შიგნიდან თეთრი ჩვეულებრივი გრძელმკლავიანი მაცვია და ქვემოთ აი ეს ელასტიკი. ელასტიკს სავარაუდოდ დავიტოვებ, იმიტომ რომ ანის დიდად არ უყვარს ელასტიკები და არ იყენებს ხოლმე. ამიტომ ჩემთვის მექნება ეს კარადაში, ხოლო ზედას და ჟაკეტს დიდი ალბათობით წავუღებ. შემდეგი ლუკი ესეთი ტოპი არის და ნახეთ შარვალი როგორია, აი ესე გადმოსული. ძალიან ლამაზი დგომა აქვს ამ შარვალს, მაგრამ სამწუხაროდ მაქვს ცოტა დიდი. სულ ახალია. ხო და ცოტა პატარა რა იყოს, ვფიქრობ დავიტოვებდი, მაგრამ ისეთია რომ შევსება სჭირდება რა. მე რომ მაცვია ზემოთ ვიქაჩავ ხოლმე და ეს არ არის ზემოთ ამოსაქაჩ შეიძლება უნდა კეთდეს აქ. ამიტომ ეს ორიც წავუღოთ. ესეთი ფერადი შარვალი არის. ამას ვფიქრობ, რომ დავიტოვებ, იმიტომ რომ კარგად მაქვს წელზეც, ეს ზედაც კარგად მაქვს და რაღაცნაირად ისეთია რა. თავისუფლად ვარ ძალიან რომ მაცვია, არანაირი დისკომფორტი, ამიტომ დავიტოვებ. ეს არის შემდეგი, ესეთი კაბა არის ულამაზესი. ეს ტოპი არ უხდება, მაგრამ ორივე წავიღოთ და თვითონ დაასტაილინგებს. ესეც ჩვენთან მაქვს ნაყიდი. აი მანდ ზუსტად თბილისის ცენტრალში, ვაიკიკში. ხო და ისეთი კარგი ქსოვერი იყო და ისეთი სიფრიფანა და გრილი იყო, რომ მე მივუბრუნდი, რომ მეთქინე და სხვა ფერებშიც ხო არ აქვს თქო, მაგრამ მარტო ეს ჰქონდათ, ნახეთ, შავი არის და თეთრი პატარა რგოლები ახატია. წავუღოთ ესეც ანის. შემდეგი გვაქვს ესეთი თეთრი ტოპი არის, შიგნიდანაც ესეთი ტოპი მაცვია ცალკე და ამასაც წავუღებ, ამასაც და ამასაც. აქ ესეთი შორტი აქვს, შიგნიდან შესაბამისად შეგიძლია რომ სიგრძეზე არ ინერვიულო და ძალიან ლამაზად გამოიყურება. თან მე მგონი ეს ორი უხდება ერთმანეთს. შემდეგი არის ეს ნარინჯისფერი კაბა, ძალიან ლამაზი ფერია და ბარემ იქ შიგნით რაც მეცვა მაღაზე გადავიცვი, აი ეს ტოპი არის. ნახეთ, აქ იკრავ და უზურგო ტოპია რა. ვფიქრობ ძალიან ლამაზია. ესენიც წავუღოთ. აქ ორი ესეთი თერმოტოპი ვიპოვე. ეს შიგნიდან არის ძალიან დათბილული, ნახეთ როგორი ქსოვილია და ესეც მეორე ანალოგიურად შიგნიდან არის დათბილული. ამას ორივეს წავუღებ, არ ვიცი რამდენად იყენებს ხოლმე და გვეტყვის თვითონ. აქ არის ელასტიკი, ელასტიკებს დიდად არ იყენებს, ამიტომ აქეთ გადავდოთ. აი მე ბოლოში ვერ გავდივართ ვერანაირად. ალბათ ამას ხა გაჩვენებთ და წავალ, იმიტომ რომ ან ვიდეოში ჩანს რომ ძალიან სწრაფად და მალე გადავდივართ ლუკიდან ლუქზე, მაგრამ მეორე საათი სრულდება ამ ვიდეოს ვიღებ და მაგრად დავიღალე და მაგრად მშია, ამიტომ ამასაც გაჩვენებთ. ესეთი შორტი არის. ესეთი ზედა არის, კიდე წავუღებ ესეთ ვარდისფერ ზედას, უკან რასაც ხედავთ ყველაფერიც უნდა წავუღო. და ასევე ეს საცურაო კოსტიუმები, კიდე გადასაწყობი მაქვს და კიდე ბევრს დავამატებ. ფეხსაცმელებიც უნდა წავუღოთ. ხო, მოკლედ, აქ შევწყვეტ ამ ვიდეოს და დანარჩენს უკვე YouTube-ზე დავდებ, რა მოეწონება, რა არა და ასე შემდეგ ყველაფერს. ხო, მართლა ავედი 50,000 გამომწერზე, იმ დღეს რო ვთქვი.
დიდი მადლობა ყველაფრისთვის, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც გადმოხვედით TikTok-იდან და გამომიწერეთ, იმიტომ რომ 2025 წლის მიზნებში მეწერა და ანუ ეგეც განხორციელდა ფაქტობრივად და თუ ესეთი ვლოგის სტილის ვიდეოები გაინტერესებთ, გამომიწერეთ იქაც. განსაკუთრებული editing skills-ები არ მაქვს, უბრალოდ ბაბამ ხოლმე ვიდეოებს ერთმანეთს და ეგ არის, მაგრამ ხო. ეხლა დღეს დავდებ ჩემი და პაატას მოგზაურობას პოლონეთში, მაგის ვლოგს და მერე შევხედოთ. მადლობა წინასწარ. მოვგრჩი ვიდეოს ჩაწერას და ისე დავიღალე, მეტი რო არ შეიძლება. ეხლა მაგრად მშია და ნახოთ აბა რა გვაქვს მათი. რაღაცა ქათმის კერძი მოუმზადებია დონჩის. და ამ ქათმის კერძს მოუხდება ყველი. ვინ არის ეს თაგუნა? თელითებში გეზნატი რო შეუჭამია, ვინ არისო? საუსი არის. იმე საჩოქი ხომაში უჩორში წითელი წვერიანო რაცა. დედია მას შესწევლიმა. მოიც ხო არ დადე პოლონეთის ლოგო. ჯერ არ დამიდია, იმიტომ რომ ბოლოში კომენტარი ხომ უნდა გავაკეთო. ეს ზედა. ეს ქვედა. რა. ხადონარი. ბერტი მასაჩო. ერთად. ხვალ ყველაფერს თავასილე. ბავშვს დაურიგე. ეს მიზეზი, ეს მიზეზი გადარჩენილი. ფერმანჯარი. აქ წარმოდგენილი გვაქვს ფეხსაცმელები, ეს ახალი ფეხსაცმელები გადავწყვიტე რომ დედაჩემს ვაჩუქო. შეესწყვიდონ. გახსოვს წინაზე რომ დავაunboxing-ეთ ძალიან რომ მომეწონა. ერთხელაც კი არ წვია იდეაში. ერთხელაც არ მსმია, უბრალოდ ვიდეოებში მეცვა ხოლმე გაჩვენებით თქვენ. სულ პაციენტები როგორ ეკავენ? ეხლა ესეც ქალბატონი გაიქიმს მოერგო, ასე თუ ისე, ამიტომ დავუტოვებ. და შენთვის ვიფიქრე ეს? აბა. ჯერ ხელში. აი მანდოს. მოგეწონა? კი. მოდი ავა ჩაგაცვა. მოგერგო ხო დონარებია. რა იბებო? კი. მასეთი არ არის ის. აჰა. ამოწი? всё. აჰა. დაიწყა დონვა. აბა გეგებია რომ. მოიცა. თუ არ წერიქეთი. მიგევა. ცოტა კუსლები რომ მაღალი აქვს, მიჩვეული ხართ. ეს რა არის დონორასთვის? მე ხელა. მიდია. ხელა კუსლებს დავდივარ. უიმია რა ხარო რა, ეს კაი სავალია. ეს კაიება. იმიტომ რომ კუსლები ხო არის ძინის განის თუ არის მაღალი. კუსლები პატარებია და ამით შეიძლება. კაი რამეა დონ. ბეჭედი ხო გიგიდა. ცოტა ბეგამ. კიდე რა გიყიდო? საათი ცხოვრები. საათიც მივიდა, ბეჭედიც მივიდა. ახლა მივიდა, მანქანა. ჩავაკ. ყველამ დაინახოს რომ შემიძლია. ზარიერა. აი კაპხადია. მაგას შევინახო კარადაში, რავი რა. ესენი მაგასაც შევინახო. შეინახებავ. რა, რო ჩამოყალყო. ესე იგი, ახლა დავალაგე ფეხსაცმელებით და გადავაწყე ანის რაც უნდა გადავიტანო. ეს არის ვარსკვლავებიანი მოდელი, ზოლებიანი მოდელი, ცოტა უფრო ესეთი ზამთრის მოდელი არის ეს. აუ ესენი ძალიან მიყვარს. ადრე გადავუყი ამას რეკლამა და დიდად არ მცმია რა ისედაც ეთყობა. თითქმის ახალი ვით არის. ესენი ეს ბალენსიაგები თუ გახსოვთ ერთი პერიოდი ძალიან მოდაში რო იყო, მაშინ ვიყიდე და ერთხელ თუ ორჯერ მეცვა. ეხლა არავისაღარაც სვია ეს და ესენი ცოტა უფრო საზაფხულო ამბავი არის ეს კაბაზე და მოკლედ ეხლა ამას ჩავაწყობ პარკებში და ამასაც ჩავიტან ქვემოთ. აი ასე ორ პარკში გადანაწილდა. ამას ბატონმა ვერ ითამაშა დღეს ფეხბურთი და ეხლა ამის გამო წავედი ბეჭკინჩიო. წავედით ეხლა დონარი დავითანხმოთ რომ ჩვენთან ერთად წამოვიდეს. ეს ძალიან რთული ოპერაცია იქნება, მაგრამ let's try it. Don Bombo. წამო ბეჭკინში წავიდეთ. შენი ძახი ხომე. ახლა არა, შემდეგზე წამოვა. კარგი, მოდი ახლა არა. შემდეგზე წამოვა. უღაირა დონ. შარ. დახმარე ძალიან მჭირდება. ცოცხალი თავით არ მოდის, მოდი იქნებ შენ დაითანხმო. დიპლომატი შარვაცე.
დიდი შაური იქნება შენ გატეხოებ. მარიონია. შეიძლება არ შემიძლია თან კიდე არა ეწამოვალ. თქვენთან ერთი სად? არ გინა და ნუ გინა. მინდა რომ არა მაგრამ არ შემიძლია. მე ეცა. ცუდი დიპლომატიური სკილები აღმოგაჩნდა ჩემი არ იყოს. მოკლედ დაახლოებით 15 წუთში მორჩება დედაჩემი პაციენტთან მუშაობას და ჩვენც წავალთ. მანამდე ამოვედი რომ დამეხარისხებინათ ჩემი საცურაო კოსტიუმები და უნდა განახოთ რამდენი მაქვს. ქვემოდან დავიწყოთ თუ ზემოდან. მოდი ქვემოდან დავიწყოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 22 წყვილი მაქვს. მოკლედ შევარჩიე 8 წყვილი ამ ჩვენი საცურაო კოსტიუმებიდან. ხო, ზუსტად 8 არის. ეხლა ჩავაწყობ და წავუხოთ ესენიც ანს. 23 წყვილი მქონია, იმიტომ რომ 1 აქ არის, უпроსტად 25, 1 აქ არის და 2 პარკებში. ნახეთ კიდე რამე მანქანისთვის შტატივი. მე მეორეც მაქვს და ეგეც ხო იყავს ხოლმე რაღაცა TikTok-ებს და რაღაცებს და მოვედით აქ უკვე დაწყებულია სუფრის გაშლა და ეს არის ჩემი საყვარელი სალატი. ზოროცხენი დავარ. მოვიტანე ეს. ნახეთ რა მხელაა. ვაიმე გავხევია. ხო და ეხლა კუზეჩკა ემზადება თავისი კარდიო დატვირთვის, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა მოვასინჯო. და ვიწყოთ. აქ ამას გიაძია ჩამოუტანე ბოტასები. Yay! ხوارგინა ბაშენც რომ მორჩი. First one შვენივრად გამოიყურება. გამოიყენებ? No. აი, მაშინ ეგ გადავდოთ. მოიცა სად გადავდოთ, ეს არ გამოიყენებ. მაგა შენ თუ გემონები გქონდეს გეფიცები და ანუ თუ 50-50-ია თუ გინდა დაიტოვე. თუ არ გამოიყენებ ხო, არ უნდა ესეთი. სადმე აქეთ გადმოვყაროთ. ეხლა ჩავიცვით ზუსტად იგივე, უბრალოდ სხვა პრინტი არის, რას ფიქრობ? ანუ პრინტი იყო პრობლემა, მეთქი თვითონ სტილი აღარ მოსწონს, თქო? კი, კაია. ქალბატონი ეკა მოვიდა თავისი ფინანსური დახმარებით. გამოვაჩენ მაინც. კაი, ეს ავიღეთ ესე იგი. Yes. ამაზე იმუშავებდი, ვამყარებდი იმედებს, რომ ძალიან კარგად გექნებოდა და მართლა ძალიან კარგად გაკ. ეგ როგორ მოგწონს აბა ზემოთ? ხო, აი, კაია. აუ, კაია, გუს. კი, მეც მომწონს. ჩექმაზე რაღაცა ისე, მაგრად მოგიხდება. Nice. This is the next one. ძალიან მოუხდა ეს კაბა, ზემოთაც ძალიან კარგად შეავსო და ნახეთ ზურგი. ანუ ზურგი არის შოკი. ძალიან კაია. ძალიან მოიცა. აი ესე შორი ხედით. ამაზე რაღაცა კაი ფეხსაცმელები და სო ლუკი მზად არის რა. ძალიან კაია ესეც. დავიტოვოთ ხო ორივე? აჰა. Okay, next. შემდეგი ლუკი, ეს კაბა შორტი და ზედა. მოგვახსენეთ თქვენი კომენტარი. კაბა არის ძალიან კარგი, მე მაიკა. ხო, მაიკა არ მოეწონა. Okay, კაბა დავიყოთ, მაიკა გავაბრუნოთ. ეს big no. არ ვიცნობ ხოლმე ესეთებსო კუზაჩკა. არ არისო ჩემი სტილიო, გავაბრუნოთ უკან. მაიკა აღმოგვაჩნდა პატარა, რაც შეეხება შორტებს. გიყვარს ეგეთი შორტები? მიხდება? კი, ძალიან კაია. ეგეთ ტოპ მაიკებზეც მოგიხდება და ოვერსაიზზეც. თუ გინდა ოვერსაიზზე ვცადოთ რახან მაიკა არ მოგეწონა, მოიცა ოვერსაიზს მოგიძებნი რომ ის რა ქვია. აქ არის სადღაცა. ესე იგი სამი სხვადასხვა ზედა გავისინჯეთ იმ წინა გრძელ შორტზე. ხო და ვერც ერთი ვერ მოუხდინა ანიმ და მე გადავწყვეტეთ რომ თვითონ შორტი იყო პრობლემა. შევცვალეთ შორტი, აუ ეგ შორტი მაგრად გიხდება. კაია ხო? აუ ძალიან გიხდება კი. ხო, მეც მომწონს, სასაყვარლობა არის. სასაყვარლობა არის მართლა. და ეხა ეს მაიკაც მაგრად მოგიხდა მაგ შორტზე. ხო, ის გრძელი შორტი, ანუ გიხდებოდა ცუდი არ, მაგრამ ეს ბევრად მაგრად გიხდება. Okay, next. რა სიტყვი? შორტი არა. შორტი არა, ზედა დავტოვოთ. Okay. ბევრი რაღაცა გადავიღეთ ხალხო, ყველაფერს არ გაჩვენებთ რა. რაღაცები გვეზარება ხოლმე და პირდაპირ მოშევით. აბა, რას ფიქრობ? ბასალმოშკებზე რას ფიქრობ? არა. არა. Okay, next. ესა მარტო იმაზე გიღებ შარვალზე, ეს შარვალი yes? შარვალი ეს. Okay. შემდეგი
აი, რას ეს საყვარლობა არის, კი, ძალიან საკვირველობა არის. თან ანუ როგორი ნაჭერია იცი, იმენა ზაფხულში ვაფშე არ დაგცხება რა. ხო, გრილია ძალიან. ძალიან გრილი ნაჭერია. კაი, რა დაგუშ. აბა ეს კაბა. კაბა მოგეწონა? კი. აჰა, ოკეი, ავიღოთ. ვაიმე! ანუ ძალიან მაგარია. ღმერთო, დაგაკვდა. აი თურმე ეს კაბა როგორ უნდა გქონოდა, მეგობრებო, მე მქონდა აი რაღაც ისე მქონდა რა, თითქოს მე შოკი ჩამომაცოს. გაიცია უკან გადაგიღო, გეხოცები ზურგზე შემოდი რეალურად გადაგიღო. ვაიმე. ანუ შოკი. სანო. აქ ამას უწერ 10-დან 10. გახსოვთ, მე მიდევ სხვათა შორის ეგ ვიდეო, როდესაც ასეთ კაბებზე გაჭედილი ჰქონდა, მაგრამ გამოსულა მაგ ფაზიდან და ესეთი კაბები აღარ მოსწონს. ამიტომ ეს no. შემდეგი ლუკი, სულ თეთრი გავაკეთეთ, ეს თეთრი შარვალი და ეს თეთრი ზედა, რომელიც ძალიან გიხდება, აუ ძალიან. თან ნახეთ, აი glow mode-ის არის ეს ზედა და უბრალოდ რა ხარისხი აქ შეხედეთ, საოცრება არის რა. აუ, ძალიან საყვარლობა კი. ეგეთი ტოპი მაქვს 1-10 ცალი, მაგრამ ეგრე არც ერთი არ დგა რა glow mode როგორც დგას. ოკეი, ეს ორივე ავიღეთ, ხო? აჰა. ბევრი არაფერი დაგვრჩა, ძირითადებს გაჩვენებთ ახლა და ვსჯო. ძალიან გიხდება ესეც. ეს ის შარვალი არის რო გაჩვენეთ. საოცრად შეავსო და მოუხდა. და ეს ტოპი, აუ ძალიან კაია, ძალიან. გადმოკეცილი რაღაცები, ძალიან ლამაზია. Perfect. Okay. ტოპი, აი გიჟდები ამ ტოპის გულზე, ნახეთ რა ლამაზი გული აქვს. ძალიან და ზურგზეც აქ ეგ რაც ქვია რა რაღაც ნაკერი. Final look, ეს ელასტიკი და ეს ზედა. რა სიტყვი? აუ ზედა ძალიან გიხდება. ზედა სიტყვა ჩავალი გავუშვათ. ოკეი, ეგრე ვქნათ. მოვrჩით მეგობრებო, რაღაცები უბრალოდ შევახედე და ისე გადავაწყეთ, დრო რო არ დაგვეხარჯა. აქეთ არის ტანსაცმელი, რომელსაც არ გამოიყენებს და ამას პარკებში ჩავაწყობ სოფლში, დავაბრუნებ და ბუბსიკი გააჩუქებს. აქეთ არის ტანსაცმელი, რომელსაც დაიტოვებს. წავედით ახლა ჭამოთ. ხო და იმასაც გაჩვენებ, ფეხსაცმელებს ბარემ და კუპალნიკებსაც. კაი რა შარ. რა ვარი ბაჭიებია. ეგ არის ეგ კიდე ერთ-ერთის მოსაცმე. აი მაგის მგონი. ფეხსაცმელები არ აღმოჩნდა მეგობრებო ანის სტილი, ამიტომ ყველა მიგვაქვს უკან. იმ ერთის გარდა, აი ეს მოეწონა მარტო. ეცვამოდი ეკინო და იყოს ისე კინოსი, მოარჩინოს ის. კი ესე შეაშინა ეს გორი ამადილა საკუთარი. ატლოგა ხوارس. იორდა. სიხარი ხდება. აი ის ყვითელი სიხარი მანქანასთან და იქ არაფერი არ არის. მეგობრებო, ეხლა ვალაგებ ჩემს ლეპტოპს და ჩემი და ანის სიგიჟეები ვნახე. ჩემი ბიძაშვილის და ეხლა გაჩვენებთ. ეს პროგრამა არ ვიცი. ეს ბოლში ჩემი გაგიჟებულია. ეს შემდეგი ანის უნდა გავგზავნო ესე. ეს სტუდენტი რო ვიყავი, მაგ დროინდელი ფოტოებია, ბუმერანგებს ვიღებთ ხოლმე ინსტაგრამზე.
სიგამხდით ვიყავი შეპყრობილი, მეგონა რომ რაც უფრო გამხდარი ვიქნებოდი, მით უფრო ლამაზი ვიქნებოდი. სამწუხაროდ ჯერ ეს კიდე ის ეტაპია. ესეთ ფოტოებს ვიღებდი შესაბამისად. ეს ნიკოა, ნიკოსთან ერთად ვცხოვრობდი სტუდენტობისას, ჩემი მამი და შვილი. ეს შოპინგზე რო დავდიოდი ხოლმე, ეს ნიკოს დაბადების დღეა, ეს ქალბატონი ეკაიქიმი ჩვენ. ჩემი მეზობელია. ეს კორპორატიულზე მიდიოდა, მე მგონი დედა არ მახსოვს. ვაიმე ეს ფოტოები ჩემმა დამგადამიღო. ეს იყო მაშინ დედა ჩემის მანქანა რა, პირველი მანქანა იყო ეს, ამაზე ისწავლა მართვა. ეს ჩემი დაქალი, ეს ჩემი კლასელი, აქ კლასის შეკრება გქონდა თუ რაღაც ეგეთი არ მახსოვს, ეს ჩემი კლასელია თაზო. აქ პიცას ჭამდი, ამ პიცამ მომწამლა, ზუსტად მახსოვს. ეს ჩემი ნაცვლი ბარბარე, ეს მე და გვანცა. მე და მარი, ეს რა ხდება არ ვიცი. გვანცამ გააკეთა ესეთი საწრუპი და მე ფოტო გადავუღე. ბუბსიკი. ეს ისევ იმ დღიდან გადაღებული ფოტო, ყუზანი. ქალბატონი ეკაეკიბი. ეს ბუბსიკი ყავდა გადაყვანილი ბეშკენში. აი გუში რო დაეზარა, რა წამოსვლა ყოველთვის ეგრე კი არ იყო. შეხედე. მაშინ ეზარება ვაიმე მე და ანი. ეს ბავშვი არის ჩემი გადარეული, ძალიან მშვიდი, ძალიან წყნარი ბავშვი იყო. ჩავდიოდი, გადავრევდი ხოლმე და გადავრიე საბოლოოდ. ეს მე ვარ. ესა თვითონ ფოტოზე მაქვს ფოტო გადაღებული. მამა ჩემი, დედა ჩემი. მე, გვანცა და ანი, მე და ანი, აქაც მე და ანი. აქ ესა რა ქვია, იმაზე მყავდა წაყვანილი სხვათა შორის ცეკვაზე. ნახე კამერი უკეთია ცეკვის. მე და ანი, ეს რეტრიკით გადაღებული ფოტოებია მე მგონი. ვაუ, აქ გადავედი თუ ფილტრობაზე. აი ესე გამოვიყურებოდი პაცია მე. ეს ისევ იგივე დღეა, ეს სხვა დღე არის. მე და ჩემი დაკალი. აქ გვანცამ ჩაიცხა ჩემი სვიტერი და ვეჩხუბებოდი. ესე იგი მე და ეკას ფოტოებს ნახულობ და სულ ტელეფონზე აი. სულ პაციენტები. ეს მე. ეს ისევ ჩვენ. ეს არ ვიცი ვისი ბავშვია. ეს ანი. ой, რა ლამაზი იყო, პატარაობიდან იყო ულამაზესი ბავშვი. დავაბოდიალებდი ხოლმე აქეთი კი. ეს ფილტრები გახსოვთ. ნახეთ ამ სიქსე ხუთმა მქონდა. ეს მე და ნიკო. აი ესეთი ფოტოები ბევრი მაქვს. აქ ნათიას ბანკეტის კაბა მეცვა. ეს ჩემი ფავორიტი ელასტიკი იყო ეს ზოლიანი. არ დაიქრინჯოთ. ჩემი ნებით რო გაჩვენებთ თან. ეს ნათია დამატარებდა ხოლმე წინ და უკან მანქანით. სტუდენტი რო ვიყავი. ეს ბოლოს არის ვიდეოა. ჟიგულებით ვიყავით წასულები. აბა, ეს თემის იყო. აი, ეს მარტო ჩემს ბოლოს არ მოხდა, ესე მგონია.
აქ ზღვაზე ვიყავით. მყავს რა ქვია, გურიაში მყავს ნათესავები, ომიაძეები და მათთან ერთად ვიყავი ზღვაზე და ძალიან მაგარი იყო. აქ რაღაცას ცოტ-ცოტას ვარჯიშობდი ხოლმე, სხეულზეც მეტყობა. მაგრამ ისე დარბაზი და რაღაცა არა სახლში. ეს ზოდიანი კაპა კიდე მაქვს. აქ ჩემი დაბადების დღე იყო, დედამ გამიგეთა ტორტი. ესეც ჩემი დაბადების დღეა. ნახეთ რამ სიგრძე ფრჩხილებს ვატარებდი ხოლმე, ძალიან მიყვარდა გრძელი ფრჩხილები. უბრალოდ ფოტოა ეს, ნახეთ, ძალიან მიყვარდა ეს ფოტო, პროფილზე მედო ხოლმე. მე და ანი ისევ, ბიზა ჩემის მოტოციკლი. წავიდნენ სტუმრები, ეხლა სიჩუმეში დაგასვენებინათ. აი ეს არის პერევი, სოფელი პერევი. აქ ვიყავი ამ მდინარეშიც ვიბანავე, ძალიან ცივი წყალი იყო. ზღვიდან წავედით, აქ ბავშვებთან ერთად ვიყავი, ჩემს ნათესავებთან ერთად. აქ გურიაში ვარ, გურიაშიც როგორც გითხარით, მყავს ნათესავები, აქ მაგარი რუჯი მქონდა, ნახეთ როგორ მიხდება რუჯი. ძალიან მიყვარს რუჯი, ძალიან მიხდება ხოლმე. ეს ფოტო ძალიან მიყვარს. ზღვაზე გადაღებული ფოტო არის ეს. ესეთი კაბა ვიყიდე, ძალიან მომწონდა ეს კაბა, გრძელმკლავიანი იყო და მოკლე და პატარა ბრჭყვიალები ჰქონდა ქვემოთ. აქაც კუნთის გარეშე არის ჩემი ფეხი, ნუ აი სახლში ვარჯიშებით, რაც შემეძლო და რასაც ვაკეთებდი, ის კუნთი გამოხატულია ფეხზე, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. ვაიმე პაატა. აქ ხვამლის მთაზე მივდიოდით, ნახეთ ეს იყო შეკრების ადგილი. მე და პაატა, ეს ფოტო არის გადაღებული 10 წლის წინ თან, გაითვალისწინეთ. სიგიჟეა მართლა, ან 10 ან 9. სადღაც ეგრე რა, ძალიან ძველი ფოტოები არის. ცანცარებდა, მაშინაც ვარჯიშობდა პაატა, სხვადასხვის. ეს დაგვირიგეს რაღაცა პატარა ჩანთები, სადაც წამლები იყო. მე რაღაცა დიდ მანქანაზე შეგვყარეს და მაგით აგვიყვანეს მთაზე, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელი იყო. ეს ჩვენი კარვები იყო, კარავში ვჭამდით ხოლმე რაღაცა სნექებს, საკმაოდ ციო და სხვადასხვის სულ მაიკები გქონდა წაღებული და იქ კი სულ გრძელმკლავიანი ტანსაცმელი დაგვჭირდა. საოცარი ხედები იყო. აი ძალიან კარგი ხედები ვნახეთ და ზოგადად ხვამლის მთაზე წასვლას ყველას გირჩევთ. საოცარი ადგილი, აი რაღაცა მისტიური, რაღაცა სიგიჟე ადგილი არის მართლა. აქ იყო პაატას დაბადების დღე, 17 აგვისტო და მოგვიწია ბანაკში ყოფნა. და ეს ქუდი აჩუქა ერთ-ერთმა ბანაკის მეთაურმა, როგორც დაბადების დღის საჩუქარი. აქ კოცონთან ვიჯექით, შუაღამე იყო. აქ მე და პაატა ვისვენებდით, ბანაკში ვიყავით. აქ პაატამ გაითამაშა, თითქოს კლდეში ჩავარდა რა და ვეღარ ამოდიოდა, მოიცადა იქნება სადღაც ეგ ფოტოები. აი პაატას ფოტოები. აი ეს ფოტო. აი ვითომ ჩავარდა და ფეხი გაეჭედა. რაღაცა დრამას დგამდა. ერთხელ უნდა დავითვალო, აი დღის ბაძეზე რამდენჯერ მეკითხები, პაატა არ გადმოვა. პაატა სად არის? პაატა არ გადმოვა? პაატა რა შვება? პაატა რატო არ გადმოვიდა? შენ რომ მიყვარხარ გუშინ. აპარტოს ის არ მე მგონი არც ერთ ვლოგში არ მithქვამს, რომ დავდიოდი გიტარაზე და დაკვრაც ვიცავდი. ეს იყო ჩემი გიტარა, ეს ნიკოსი. ძალიან კარგად ვუკრავდი. ეხლა სავარაუდოდ აღარც მე მახსოვრება. აქ მოცია დედა ჩემის ხალათი. ძალიან მიხდებოდა, ნახეთ რა მაგრად მიხდებოდა. მეთქი ხო არ დავფიქრდე, ექიმი ხო არ გამოვიდ. მოიცადე კიდე მოქვს მაგ ხალათში ფოტოები. აი. სამ წამს გაძლევთ, რომ გამოიცნოთ ვინ არის. 1, 2, 3. ეს გახლავთ პაცია ნიკო. ესეთი უსაყვარლესი ბავშვი იყო, ძალიან ბუთქუნა იყო, ძალიან მსუქანა იყო და გიჟდებოდი უბრალოდ. 24 შვიდზე ხელში მეჭირა, ერთად გვეძინა, ერთად მგზავრობდით. ეს ბუბსიკასთან ჩამოვიყვანეთ, ვაიმე ეს რა ფოტოა. ეს დედა თუ ახსოვს თვითონ, მაგარი ფოტოა ძალიან.
მოკლედ არ ვიცი უსაყვარლესი ბავშვი იყო. ეს ბედა მარი, აქ თმები შევიჭერი. ეს ისევ ნიკო. მე რატო არ მაჭმეო ეგეთი სახე ჰქონდა. ესეც ნიკო გასასეირნებლად ჰყავდა. აქ რაღაცას ცოტა იმეხმერთო რა გამხდარი ვარ. ეს მე და ჩემი სოფლის ბავშვები. აქ ვარ ძალიან გამხდარი, აი ძალიან უკვე ავადმყოფურად, მაგრამ სამწუხაროდ ესე მომწონდა იმ პერიოდში და არც არაფერს ვაკეთებდი, რომ მომემატა წონაში ღმერთო ძალიან ვარ აქ. აი ცარიელი, ძვალი და ტყავი ვარ დარჩენილი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ესე ვიყავი. კიდე რა ხდება აქ? ჩემი ძველი ფოტოები, ეს გასიებული კაცი, კალოტონი ეკა ექიმი. აქ ვსწავლობდი კოლეჯში, ესენი არიან ჩემი კურსელები გიდის სპეციალობაზე, სხვათა შორის არ ვიცი მithქვამს თუ არა, მაგრამ მე გიდის დიპლომიც მაქვს, რომ მომინდეს, შემიძლია რომ ვიმუშაო გიდად. მე ისევ ბათუმში ვიყავით, თურქეთში გადავედით. ძალიან მიხაროდა, ჩემი პირველი საზღვრის კვეთა იყო, ასე ვთქვათ. ან მეორე არ მახსოვს, პირველადაც თურქეთში ვიყავი, ეგრე სავაჭროდ გადასული და აი ძალიან მიხაროდა. აქ ვიშოპინგე, ოღონდ ვიშოპინგე ბავშვების სექციაში, აი ამას უყურეთ, რეები მაცვია. ეს იყო 12 წლის ბავშვის ზომა, ან წარმოიდგინეთ რა გამხდარი ვიყავი. ესეც ბავშვების განყოფილებიდან ავიღე, ესეც და რაღაცები ან რაც ვიყიდე, ყველაფერი იყო საბავშვო. ეს კაბა ჩვეულებრივ დიდებში ვიყიდე. ვაი, მე ეს კაბა ის არის, ეხლა რომ გადავახარისხეთ, წარმოიდგინეთ, როდის მოქვს ნაყიდი და მხოლოდ ამ ერთხელ მეცვა, როგორც მახსოვს. მხოლოდ ერთხელ მეცვა ბათუმში 2 საათით რაღაცა კონფერენციაზე ვიყავით მე და დედა. აქაც ბათუმში ვართ, ნეტა ბიკინიში თუ მაქვს ფოტოები. მაინტერესებს როგორ ტანზე ვიყავი, ესეთი გამხდარი რო ვიყავი. არა, არ მაქვს ფოტოები. აქ უკვე უნივერსიტეტის პრაქტიკა ვჭამდით მე და ჩემი კურსელები. აი ესეთ ხიდებზე გადავდიოდით. აი ესე. გეოგრაფიულზე ვსწავლობდი მე და მე და ჩემი კურსელები აქ რუსთავში ვართ. ძალიან კაი იყო, სკინი ჯინსები იყო მოდაში, ის ნაცრისფერი ჯინსი მაცვია, ფოტოებიდან კი არა და ვიდეოებიდან ალბათ გეცნობათ. მე და ჩემი კურსელი, ძალიან საყვარელი კურსელები მიყავდა. ეს გოგო მერე ბრიტანეთში წავიდა. ეს გოგონაც მე მგონი. ეს ბიჭიც არ არის საქართველოში. კაი გადავიდეთ, გავაგრძელოთ. კახეთში ვარ წინანდალში. ეს ჩემი კურსელი იყო კოლეჯში. ვაი, მე ძალიან ბევრი ფოტოებია ხალხო. აი უსასრულოდ გრძელდება რა, იმიტომ რომ ყოველთვის სოციალურ ქსელში აქტიური ვიყავი, ანუ რამდენიმე წელი, კი 6 წელია მაგალითად TikTok-ზე ჩანვარ და ალბათ 4-5 წელი YouTube-ზე, მაგრამ ყოველთვის ვიყავი სოციალურ ქსელში აქტიური, აი მუდმივად გამოჩნდა თუ არა, გავჩნდი მეც ეგრევე. ვაი, მე ცუდად ვარ. ანია პატარა ანი. აბა, აქ დაგემშვიდობებით მეგობრებო, თქვენ რომ ამ ვიდეოს ნახავთ, სავარაუდოდ მე უკვე საქართველოში აღარ ვიქნები. საქმე იმაშია, რომ მე და პაატა მივდივართ ემიგრაციაში, გადავდივართ საცხოვრებლად ესპანეთში და ხო, თუ დავბრუნდები, სავარაუდოდ დავბრუნდები ესპანეთის ვლოგებით. აქ კი დავემშვიდობოთ ჩემს ოთახს. ყველაფერი მივალაგე, ყველაფერი მივაწყრიალე, ეს ბარბარეს გავუმზადე ჩემს ნათულს, რომ მოვა ზაფხულობით ჩამოდის ხოლმე. ხო და რომ მოვა დახვდება ესე გამზადებული თავისი ტანსაცმელი.
წავიდეთ ახლა ბუბსიქს დავიმშვიდობოთ. აი ნახე მას თუ რა მოგეწონოს და მაგი მაცივაში თუ წერენ ყველა თვითი შენი მოსაწონისია ვარა მოდი მარაგე. რა მომირე პროდი რატო იმას კენი დეიკადება ფაქტი გინანი სამფუნები რო თვითუნები არ მაქო. იცოცხლო დღეს წახვედი ბაბა რატო იწვალე ისე უთხარებდი ახალი მომიტან შაპოს ნაირ საპონები ბევრი დაგვაყო შენი მოტანილები გატენილი ერთი პარტი ხელის და ტალისა სულ ფასი მასყიდულობ აი მაშინ შავები არის მაგრამ შეფერხული და ის ყველაზე კაი ის ყოფილა ამან შესაძლებიც მომიტანა ასე შეიძლება არ ვიტირება რა უნდა იტირო ბებოსი ცოცხლე მიდის ნაშლე გემოზე უნდა და მერე ხო მე ხშირად მეხოიც და მერე ხო ბაბა საწაფიდე და წამოხვიდე მე აღარ გამოვალ გარტორე მე შეიძლება მეტირო მეორე რო ყამამეთ ჩემოსიხარული ჩემოსიცოცხლე გენაცვალოს ბაბოი გამძლება როგორ მე გამძლე აბა კარათი ყავში რო შიდობითი არის რა ვარ შენ გაგეხადე ისე გემო